მე მგონია, რომ ქართული ოცნების მომხრეებს დაუდგათ მომენტი, ესე ვთქვათ, ჭეშმარიტების ჯამი, როდესაც აი მარტო პროპაგანდისტულ განცხადებებს არ უნდა უსმინონ, ხო? მძიმე ვითარება იქმნება ძალიან და თუ კი პუტინს ვთქვათ, აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მიუხედავად ჰააგაში მის მიმართ მიღებული ვერდიქტისა ასე თუ ისე იმ თავის ვალდაიში თუ სად არის ხოლმე იქ მეტნაკლებად ჯერ კიდევ დაცულად იგრძნოს თავი პატარა საქართველოს ქვეყნის პოლიტიკოსებისათვის, ხო? რომლებიც გარდაულად დამოკიდებული არიან მიუხედავად ამ საუბრისა, რომ ჩვენ სუვერენიტეტს აბა ვინ შეეხება და ჩვენ ყველაფერს ჩვენ თვითონ წყვეთ, მაინც დამოკიდებული არიან რაღაცა კონტაქტებზე. აი ამ კონტაქტების საშუალებები ძალიან უვიწროვდებათ, უმცირდებათ, იმიტომ რომ მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა იყოს საერთაშორისო დონეზე. ოფიციალურად არალეგიტიმურები არიან, უკვე ამ დოკუმენტის შემდეგ. მათი აღიარების არანაირი შანსი აღარ დარჩა ქვეყნის შიგნით. და ეხლა ჟურნალისტი მეკითხებოდა, ვთქვათ, იგივე ვაიმარის სამკუთხედის, ანუ საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთის განცხადება უფრო რბილი იყო. ეს არის პოლიტიკური მომენტი, სადაც შეიძლება ევროპელებმა ასევე მშვენივრად იციან მეთოდები კარგი პოლიციელი, ცუდი პოლიციელისა და გამოიყენონ, რომ კიდევ ერთხელ მიუთითონ, რომ დაიწყე ამ რეკომენდაციების შესრულება. ვაიმარის სამკუთხედის საგარეო მინისტრების პოზიცია უფრო რბილი იყო? როგორია მათი დამოკიდებულება? რას ამბობენ? მისაღებია ეს ყველაფერიო, რაც გავეცანით და ასე ვთქვათ, მოუწოდებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს ეს მხედველობაში და გაითვალისწინოს და დაიწყოს. მაგრამ ამას არ მიიღებს, ჩვენ ეს უკვე მოვისმინეთ. თუმცა ლიდერები დღეს არ გამოჩენილან, თქვენ რას გეუბნებ, რა სიმპტომია? ვიტოვებ იმედს მიუხედავად იმისა, რომ ამ იმედის საფუძველს სულ უფრო და უფრო ამცირებენ ხოლმე, რომ იქნება და ფიქრობენ, რომ საქმე უფრო სერიოზულად არის, ვიდრე თავიდან ეგონათ. რა შეიძლება ქნან ბატონო? ანუ მე ფიქრობენ ისევ მესიჯზე, როგორ დაალაგდნენ აი მესიჯს. მაგრამ უკან დახევაზე არა, მაგალითად რეკომენდაციაში სამი ძირითადი ფაქტორია გამოყოფილი: დაუყოვნებლივ პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრების გათავისუფლება, უკან გაწვევა იმ დრაკონული კანონმდებლობების და გამოძიების დაწყება, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო დარბევების დროს, ხო, იმიტომ რომ სანომრე ნიშნები არ ქონდა და დოკუმენტშიც არის ამაზე ლაპარაკი და არჩევნების გაყალბებაზე. დოკუმენტი საერთოდ იწყება არჩევნების გაყალბებით, ეს ძალიან სიმპტომატური და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, იმიტომ რომ რა ვიცი, როგორც ჟურნალისტისთვისაც, ყოველთვის როცა სიუჟეტს ვაკეთებ თუ ტექსტს წერ, ვეძებ სათავეს აიდან მოდის. როგორც კრიმინალისტიკაში მოტივი არის მთავარი, ისე არის აი ამ ყველაფრის მოტივი არის არჩევნების გაყალბება. აქედან დაიწყო, ხო? ხო, იცი, სხვათა შორის აი თქვენ ბატონ კოტეს კითხეთ, რომ რამდენად როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის შესწავლა და როგორ შეიქმნა თუნდაც 18 დღეში გონი, ხო, ეს საბოლოო ანგარიში. ეს 18 დღე ფაქტიურად შეჯამების პერიოდი იყო, თორე 24 წლიდან დაწყებულ პროცესებზე უამრავი ინფორმაცია, მათ შორის მედიის დახმარებით, საელჩოების დახმარებით, ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელი, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინსტიტუტების პიროვნებების დახმარებით, ეს ყველაფერი დაგროვილი იყო. და რაზეც ხელისუფლება მტკნარად ამტკიცებდა, რომ არა, ეს ყველაფერი იყო დემოკრატიული და ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცებას ემსახურებოდა, ყველაფერი, ყველა ის ნაბიჯი, ყველა ის დანაშაული პრინციპში მოყვანილი არის აი ამ დოკუმენტში, ხო? შესაბამისად, ყველაფერ ამაზე პასუხი აქვს საგები ხელისუფლებას. ეს დოკუმენტი მხოლოდ ამას ნიშნავს, რომ პასუხისგების პროცესი დაჩქარდა და საქმე შეიძლება გართულდეს და ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის პრესტიჟზეც, ვეთანხმები ბატონ კოტეს, ქვეყნის ეკონომიკაზეც და მათი კონკრეტულად აი ამ დღევანდელი მართველი ელიტის წარმომადგენელთა პირად უსაფრთხოებაზეც, ხო და შესაბამისად იმედს ვიტოვებ, რომ სხედან ახლა და ფიქრობენ, რომ ეგება და ღირდეს, რომ რაღაცეებზე ადეკვატური რეაგირებები დავიწყოთ. რა შეიძლება ეს იყოს? კანონები, რომელიც ბოლო დროს მიიღეს, თუ კონკრეტული საქმეების გამოძიება, იგივე როგავაზე თავდასხმის თუ სხვა აი თვალნათელი სისასტიკეები, რაც იქნა ჩადენილი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამაზე ფიქრობენ, რომ ახლა რაღაცა გადადონ, რაღაცა დაიწყონ და პროცესში შევიდნენ, მაგრამ რამდენად რეალურად ასეა, მე მიჭირს თქმა, იმიტომ რომ არანაირი კომუნიკაცია მათთან არ არის.